მეხუთე და მეშვიდე კლასები, ხო? 177 სკოლა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქეთაც ხართ თქვენ ამ კლასებიდან? შენ უფროსი ხარ თუ პატარა? მოცურავ. ოჩა. ნახე შენი ვიდეოები, ცოტა. ბავშვებო, ეხლა რასაც ჩვენ განვიხილავთ, და საერთოდ აი მაცხოვრის იგავები, რასაც ჩვენ განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამისი კარგად გააზრება და არა მარტო გააზრება, არამედ აი ჩვენი ცხოვრების წესად დანერგვა იმ ზნეობრივი თუ სულიერი ღირებულებებისა, რასაც ჩვენ გვისმენთ, ეს ჩვენს ცხოვრებას აი ისე გარდაქმნის, რომ ადამიანი ღმერთთან უფრო ახლოს იქნება და ღმერთთან თუ ახლოს იქნება, ეგ ნიშნავს, რომ უფრო მეტად გახარებულიც იქნება, ბედნიერიც იქნება. გესმით? ღმერთთან ახლოს ყოფნა არის დიდი ბედნიერება. თუმცა ეს ჩვენი მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, საკუთარ თავზე მუშაობას, შრომას, საკუთარი თავის იძულებას. მოდი, სანამ თქვენ შეკითხვებს წავიკითხავდე. აი ჯიბეში ჩავიდებ, რომ არ დამავიწყდეს. მოდი განვიხილოთ, ეხლა ეს ხატი კარგად არ ჩანს, მაგრამ ესე იგი, ასეთი იგავია, მე-11 ჟამის მუშაკი. მაცხოვარი ყვება ასეთი იგავს. ერთი სახლის პატრონი დილა უთენია, პირველ ჟამზე გამოვიდა მუშაკების დასაქირავებლად. პირველი ჟამი საიდან ითვლება, იცით? იქიდან კი არა ადამიანი რომ გაიღვიძებს, დღე აქედან კი არ იწყება. ზოგი 12 საათზე იღვიძებს, ზოგი პირველზე, ზოგი შეიძლება 9-ზე, მაგრამ აქ ითვლება დილის 6 საათი. აი მზე რო ამოდის, ზაფხულში მზე კიდე უფრო ადრეც ამოდის, ხო, მაგრამ დაახლოებით ესე. პირველი ჟამი ბავშვებო არის დილის 6 საათი. აი გამოვიდა პირველ ჟამზე, გავიდა და ეს იგაურად მაცხოვარი იგულისხმება, ამას შემდეგ ვიტყვით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოჯახის პატრონი გამოვიდა დილის 6 საათზე და აი აქ ვიცხედან ახლა წარმოიდგინეთ, შობლებზე არ ვამბობ, რომ ისე წვიდოთ. ბავშვები, პირველი ჟამის მუშაკები არიან, დაიქირავა ამ სახლის პატრონმა და უთხრა, წამოდითო ჩემს ვენახშიო და დღის ბოლოსო 1 დინარს მოგცემთ. ესენი ციხარულით წავიდნენ, დაიწყეს, მოდი ჩემო მეგობარო, აქეთ გადმოდი, მოდი ჩემთან. არა, მოდი, ხო იცი რომ ესაც გეუბნები, ხო შენ გიყურებ თვალებში და რაღაც უნდა, მოდი ჩემთან. ვერ ისვენებ რაღაცა მან. აი აქეთ დაუჯექი, მოდი. დაიწყეს შრომა. შემდეგ ამ სახლის პატრონი გამოვიდა მესამე ჟამზეც, ანუ დღის 9 საათზე. შემდეგ მე-6 ჟამზე, მე-9 ჟამზე, ანუ დღის 3 საათზე და უთხრა იქ მდგომებს. ეხლა ამათ უთხრა, წამოდითო და თქვენ რაც გერგებათო, იმას მოგცემთო. ესენი წავიდნენ და ამ ვენახში დაიწყეს შრომა. ვენახი იმედია იცით რაც არის, ხო? ბოლოს გამოვიდა მე-11 ჟამზე, აი მე-11 ჟამის მუშაკი ქვია ამას, ამ იგავს. გამოვიდა მე-11 ჟამზე, წარმოედგინეთ, საღამოს 5 საათია, 6 საათზე რჩება შრომა, ანუ 1 საათით ადრე, ვიდრე დამთავრდებოდა ეს შრომა. გამოვიდა და ეუბნება, აი ახლა ამათ ეუბნება, თქვენო მთელი დღე აქ რო დგეხართო, უქმათო, რატო ხარ მთელი დღე ასე უქმათო და ბატონო, ჩვენო არავინ არ დაგვიქირავაო. და ამიტომაც მთელი დღე უქმათ ვართ. და მათ უთხრა, რომ წამოდითო თქვენ სიშრომეთო და რაც გერგებათ მოგცემთ. ესენი წავიდნენ, გავიდა 1 საათი იშრომეს და ბოლოს ამ ბატონმა, სახლის პატრონმა უთხრა თავის სახლის გამგებელს, მოურავს, ესე რომ ვთქვათ, მნეს, სხვაგვარად ასეც კი. დაუძახეო მუშაკებსო და აუნაზღაურე ყველას რაც ეკუთვნით. მოვიდნენ პირველ რიგში მე-11 ჟამის მუშაკები. აი ესენი მოვიდნენ აქ რო არიან და ამ სახლის ბატონმა მისცა თითო დინარი. 1 დინარი მისცა.
აი ახლა ესენი პირველ ჟამზე მოსულები ფიქრობენ რომ რა კარგიაო გაუხარდათ თუ ამათ 1 დინარი მისცა 1 საათი რო იშრომესო ჩვენ ალბათ უფრო მეც მოგცემსო ეგრე არ არის წავიდეთო ბიჭებო შენ რა ქვია ლაზარემ უთხრა წავიდეთო ახლა ალბათ 1-12 დინარს მოგცემს ჩვენო და კარგი დიდი პარკები მოვიტანოთ მაგრამ რაღაცა ჩანთებიო რომ შევძლოთო რომ წავიღოთო ესე იგი ჯიბეში შეიძლება არ ჩაგვეტიოსო წავიდნენ მოიტანეს დიდი უშველებელი პარკები რომ იმედი აქვს რომ ესენი ბევრს მიიღებენ იმიტომ რომ თუ 1 საათის გამო ამათ 1 დინარი მიიღეს ფიქრობენ რომ ეს მოვიდა ამათი დროც და ამათაც 1 დინარი მისცეს ეხლა ესენი აბუზგუნდნენ ეგ როგორ იქნებაო ჩვენო მთელი დღის სიმძიმე და სიცხე ვიტვირთეთო და ამათ კიდევ მხოლოდ 1 საათი ისრომესო და ჩვენ როგორ გაგვათანაბრეო მაგათთან და ბატონმა უთხრა რომ თქვენო ხო 1 დინარად მოგირიგდითო ხო 1 დინარად მოგირიგდათ ხო და რა გინდათო თქვენო რაც გეკუთვნით აიღეთო და წადითო მე თქვენს მიმართ უსამართლო არ ვარო ამ ბატონმა უთხრა მაგრამ მე თუ მინდაო რომ წყალობა გავიღო აი ამ ბოლოს მოსულების მიმართაცო განა ჩემს ხელში არ არის ჩემი საკუთრება როგორც მინდა ისე გამოვიყენებ სულაც რომ არ ეშრომა ადამიანს და ისე მიეცა ვიღაცისთვის ის 1 დინარი ამათ ვინ კითხავდათ ხომ მართლა ეხლა ეს იგავურად ნახე რას ნიშნავს და ეხლა ის დიდი პარკები ტყუილად რომ მოიტანეს იძულებულიყვნენ დაეკეცათ და წაეღოთ ისეც არის ეხლა იგავურად ნახეთ რას ნიშნავს ამ სახლის პატრონი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე რომელიც ადამიანებს სხვადასხვა დროს მოუწოდებს მოუხმობს რომ გაყვნენ ადამიანები დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება სხვადასხვა დროს მოსულებში ჩვენ ვიგულისხმებით ადამიანები აი მაგალითად პირველ ჟამზე მოსულებში ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს არიან ბავშვები რომლებიც მშობლებმა თავის დროზე მონათლეს ანუ მე-40 დღეს მონათლეს მე-40 დღეს მონათლა ნიშნავს თავის დროზე მონათლას 51 დღე უკვე დაგვიანება და ასე შემდეგ იმის მერე სულ დაგვიანებულია მაგრამ ახლა იმას კი არ ნიშნავს დაუშვათ 3 წლის ამ თუ გააცნობიერა მშობელი ახლა 3 წლის ბავშვი ყავს და გააცნობიერა რომ თურმე მე-40 დღეს უნდა მოენათლა იმის გამო რომ დააგვიანდა განასაერთოდ აღარ უნდა მონათლოს. უნდა მონათლოს, მაგრამ ჯობდა მე-40 დღესვე მოენათლა. მანამდე მერვე დღეს მიყავთ ბავშვი სახელის დარქმევის ლოცვას მღვდელი უკითხავს და საეკლესიო წესით სახელს არქმევენ. მერე მე-40 დღეს მიყავთ ნათლავენ. მერე ხშირად აზიარებენ ამბავს. ეგ ნიშნავს, რომ ის პირველ ჟამზევე მოვიდა. უფალმა მოუწოდა და მშობლების მეშვეობით ის მოვიდა. ვიღაც შეიძლება აი თქვენს ასაკში პირველად თქვა ახსარება, პირველად ეზიარა, ლოცვა პირველად წაიკითხა, გესმით? ვიღაც შეიძლება აი მე მაგალითად პირველად რომ ახსარება ვთქვი და ვეზიარე, მე-11 კლასში ვიყავ. თქვენ ხა პატარაობიდანვე გაქვთ ამ ყველაფერთან შეხება, გესმით? ვიღაც შეიძლება უკვე დაოჯახებულია, ვიღაც უკვე მოხუცებულია, ამ დროს მიიღო ქრისტეს ნათელი, ანუ ამ დროს შეუდგა ქრისტეს გზას. და ვიღაც სულაც ხდება ხოლმე ესე რომ ავად ყოფირო არის ადამიანი. მოძღვარს დაიბარებენ, იქნება მოხვიდეთ ახსარება თქვას სნეულმა რომ უზიარებელი არ წავიდეს. და ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ ჩვენ გვიზიარებია ავადმყოფი. ახსარება უთქვავს, აი პირველად ცხოვრებაში გარდაცვალების წინ და აი მალევე გარდაცვლილა. ანუ ეს არის მე-11 ჟამის მუშაკი. შეიძლება ვიღაცა გვიან მივიდეს, მაგრამ უფალს ამისი ცხონებაც უნდა. აი ყველას ცხონება უნდა, ყველას გადარჩენა უნდა და 1 დინარი სათესასუფეველს განასახიერებს. უფალი შენ მარადიულ სიხარულს კვირდება. ოღონდ შენ როდესაც მოგიწოდებს უფალი, იქიდან უნდა გაყო. ეხლა მაგალითად ვინც პირველ ჟამზე მოვიდა და აი შუა დღემდე რო ემუშავა, დღის 3 საათამდე. ხო გამოვიდოდა რომ 9 საათი იმუშავა.
და მერე წასულიყო, დაენებებინა, აი დავიღალე თქვა და აღარ მინდა მუშაობა და წასულიყო. აი ამან რო 9 საათი იმუშავა, ეს ვერ მიიღებდა ამ ერთ დინარს. იმიტომ რომ ამ დინარის გადახდა ხდებოდა ბოლოს. გესმით, დღის ბოლოს. და აი ამათ 1 საათი რო იშრომეს, ესენი მიიღებდნენ. ისე რომ თუ ადამიანი ქრისტეს გზას შეუდგება და ცხოვრების ბოლომდე, აი როგორც იტყვა, ბოლო ამოსუნთქვამდე ქრისტეს ერთგულებით გაატარებს, მას მარადიული სიხარული ელოდება. ნიშნულობა იმას კი არ აქვს, შენ მოხუცებულობაში დაიწყე ახალგაზრდამ თუ სულაც ბავშვმა. ნიშნულობა იმას აქვს, შენ როდესაც დაიწყე ქრისტიანული ცხოვრება, აი იქიდან ბოლომდე უერთგულო უფალს. გესმით? ისე რომ აი დავუშვათ ვიღაცა პატარა ბავშვი იყო, გაიზარდა უკვე მოხუცებულია და მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს. და ეს მართლა ციოლი არ არის, აი როგორ არის შედარებული. მთელი დღის სიცხე და სიმძიმე ვიტვირთეთო. მართლაც ქრისტეს უერთგულო, მოგიწევს რაღაცებზე უარი თქვა. და მაგრამ ესეთი ვინც აი ამ ქრისტიანულ ცხოვრებით მოხუცებული შეიქმნა და უკვე ამდენი წელი ასე ცხოვრობს, ვერ იტყვის სხვა მოხუცზე, რომელმაც გუშინ ირწმუნა ქრისტე, რომ ესეც უნდა გადარჩეს, მე მთელი ცხოვრება უფალს ვსახურები და მეც უნდა ვცხონდე და ესეც უნდა ცხონდეს. ანუ აი როგორც ესენი ამბობდნენ, ხედავთ, რატო გაგვითანა ამათ, ბოლოს მოსულებს. განაც ჩვენ უფრო მეტი არ ვიშრომეთ, მაგრამ ღმერთს უნდა რომ ყველა გადარჩეს. და ყველას მიმართ ასეთი გულმოწყალე არის. და ნიშნულობა იმას ენიჭება, რომ შენ როცა მოგიწოდა უფალმა იქიდან ბოლომდე უერთგულო. ეხლა ნახეთ, ქრისტიანულ ცხოვრებას რო ვამბობ, ეს ის კი არ არის, რომ დაუშვათ აი მე შეიძლება ტაძარში მოვდიოდე, ლოცვას ვამბობდე, შეიძლება კიდევაც მარხულობდე. ამათ რა უნდა ექნათ მუშაკებს? უნდა ეშრომათ აი ამ ვენახში, ხო მართალი? ეხლა ეს ვენახი რა არის, ეს ბაღი რა არის? ეს არის ჩვენი გული. ადამიანი უნდა თავის გულში აკვირდებოდეს რა ხდება. იქნებ რამე ცუდი შეიპარა იქ. იქნებ რამე რომელიმე ხე გახმა, რომელიმე ჩვენი კარგი თვისება გახმა და აღარ გვაქვს. ეხლა მაგალითად ადამიანი რომ მუშებს დაიქირავებს, თუ წავიდა და ესე შორიდან უყურებს იმ ბაღს და არ შევა და ხელს არ გაანძრევს იქ, ეგ შრომა იქნება? შრომა არ იქნება. თუ ადამიანი თავის გულშიც არ შევა, თავის გულს არ განიხილავს, არ დაათვალიერებს, იქიდან თუ რამე ცუდია, ის ეკლები თუ რამე ცუდია, არ ამოძირკვავს, ანუ ცუდ თვისებებს ადამიანი. თუ კარგ თესლს არ ჩაყრის, კარგ მცენარებს, ანუ სათნოებებს არ აღმოაცენებს, ეგ ნიშნავს, რომ არ იშრომა. გესმიდა? ქრისტიანული ცხოვრება აი ეს არის, რომ იმუშაო ადამიანმა საკუთარ თავზე. შენი თავი შეიცნო, შენი გული შეიცნო, როგორია, რა თვისებებია და იქიდან თუ რამე არ მოგწონს, ახსარების მეშვეობით გამოდევნო, ლოცვით, მარხვით და იქ ჩათესო ის კარგი თვისებები. ჩათესო მოწყალება, ჩათესო მიმტევებლობა, ჩათესო ის რომ უწყინარი იქნები მაგალითად, ყველაფერზე არ გაიბუტები და არ გწყინს. ჩათესო ის რომ თანამდგომი იქნები, გაიზიარებ ადამიანის ტკივილებს, არავის არ დასცინებ დაუშვათ პირიქით მიეხმარები, წაქცეულს წამოაყენებ. აი ეს თვისებები თამდაბლობა, მორჩილება დათესო. და თუ ადამიანი ასე იშრომებს, მაშინ მას ელოდება მარადიული სიხარული. თუ უბრალოდ მოვა და მექანიკურად დადგება ტაძარში და ახსარებასაც მექანიკურად იტყვის მარტო იმიტომ რომ აზიარონ, ეგ ნიშნავს რომ ის არ შრომობს თავის გულში. აი ყოფილა შემთხვევები რომ ზოგიერთი ბავშვი თქვენგანიც სამწუხაროდ მათ შორის ყოფილა რომ აი აქ მოდის, აქ რაღაცა ფურცლის ნაგლეცი იპოვის და მთელი ერთი კვირის თუ რამ არ მოსწონდა თავის თავში უნდა რომ აქ ჩამოწეროს. ეგ თავის მოტყუებაა ბავშვი, ეგ ახსარება არ არის. ახსარება იცი რა არის? აი დღის ბოლოს შესაყვარებ ტელეფონს რო გადადებ და იმ ფურცელს მოიმარჯვებ და დაფიქრდები, ნეტა მე დღეს რამე ხო არ გავაკეთე ისეთი, რაც ღვთისმცნებას არ მიესადაგებოდა. და გაიხსენებ დილიდან საღამომდე, როგორ გაატარე ის დღე.
როგორ ესაუბრე ადამიანებს, როგორ მოეკეცი ადამიანებს, როგორ იფიქრე ადამიანებზე. და თუ რამე არ მოგეწონება შენს თავში, ანუ თუ ვინმეს ისე მოეკეცი, შენ რომ არ მოგეწონებოდა, აი მას იტყვი, რომ დღეს მე ვიღაცას დავცინე. დღეს მე ვიღაცაზე უკეთესი მეგონა ჩემი თავი. დღეს მე ვიღაც მოვატყუე, ვიღაცას უხეშად მივმართე, ან სხვა ამგვარი, რაც იქნება მოკლედ რა. აი ეგ იქნება აღსარება და მე მეორე დღესაც იგივეს გაკეთებ. ეგ ნიშნავს, რომ იმ დღეს შენი გულის ბაღს ათვალიერებდი. რამე ჭია ხო არ შეიპარა და ხო არ აფუჭებს იქ რამეს. და თუ ყოველ დღე მაგას გააკეთებ, ეგ ნიშნავს, რომ შენ შრომობ აი ამ შენი გულის ბაღში. და კვირის ბოლოს უკვე აღარ დაგჭირდება ფურცლის ნაგლეჯების ძებნა საკვირაო სკოლაში, რომ აი აქ მოდი ჩემი ისინი დავწერ, რა უნდა გაიხსენო იმ 5 წუთში. ეს ძალიან ზედაპირული იქნება. ეგ ნიშნავს, რომ შენ ბაღს შორიდან გადახედო და თუ რამე ისეთია უხეშად ის შეამჩნიო. იქ პატარ-პატარ რაღაცებს ხოლმე შეამჩნიო. ამიტომაც აი ჩვენ თუ გვინდა რომ აი მივიღოთ ის რაც უფალმა აღუთქვა თითოეულ ჟამს მოსულ მუშაკებს, მაშინ ჩვენ უნდა ვიშრომოთ ჩვენი გულის ბაღში. ზოგჯერ ადამიანმა არც კი იცის როგორი გული აქვს. არ აკვირდება და იმიტომ არ იცის. რომ წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი, ასეთი წინასწარმეტყველი იყო ძველ აღთქმაში, ასეთ რამეს ამბობს. რა მდგომარეობაშიც ადამიანს გარდაცვალება მოუსწრებს, იმ მდგომარეობით წარდგება ის ღვთის წინაშე. შეიძლება დიდი ცოდვილი იყავი მანამდე, მაგრამ შეინანე დადექის სიწმინდის გზაზე და აქ თუ მოგიწია გარდაცვალება, ეგ ნიშნავს, რომ შენ ღმერთი მიგიღებს როგორც მონანულს, თუნდაც ბოლოს მისული. აი იყო ერთი ასეთი შემთხვევა, ჩვენთან აქ სადგურზე მოხდა, ერთ-ერთი მრევლის წევრი მოვიდა და მეუბნება, რომ მისი ნათესავი ძალიან ავათ არის, ესე იგი და გარდაცვალების პირას არის. მაგრამ მე უთხარი შევთავაზე, რომ ხო არ უთხრათ, რომ ან ახსარება თქვას, ან ეზიაროს. ზოგჯერ ადამიანებს ეშინიათ ხოლმე, რომ როგორ უთხრა ეხლა ჩემს ავატყოფ ადამიანს, რომ აი მოძღვარი მოვიდეს და გაზიაროს, იქნება შეეშინდეს მერე და იფიქროს, რომ აი უნდა გარდავიცვალო. და ავატყოფმა გარდაცვალების პირას რა უნდა იფიქროს? პირიქით ეგ უნდა იფიქროს, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო. ამიტომ მოუნანიებელი არ უნდა წავიდე. თუმცა ეგ რა თქმა უნდა, ისე კი არ უნდა უთხრა, რომ შეაშინოს. ან სულაც უნდა უთხრა, ეს საკურნებელია შენი სულისა და ხორცისა და ეს მართლაც ესეა. ადამიანისთვის ეს საკურნებელია. ეზიარება არ ნიშნავს, რომ ეზიარები უნდა გარდაიცვალო. რამდენი შემთხვევა ჩვენ ახლა ყოველკვირა ვეზიარები და კვირაში რამდენჯერ. და მოვიდა ეს ქალბატონი და ვეუბნები შევთავაზე ვაზიაროთ და ის ამბობს, არაო მამო, ეგო მთელი ცხოვრებაო, ღმერთს გმობდაო, სასულიერო პირებს განიკითხავდაო, არ ენდომება ახსარებაო. მაგრამ მე რაღაცნაირად ესეთი აზრი მომივიდა თავში, რომ ტკივილი ადამიანს ცვლის მაინც. მოდი მეთქი, მაინც შევთავაზოთ, ამდენი ხანია რომ ავათარი და ტკივილები აქვს, შეიძლება რაღაცა შეიცვალა ამ ადამიანში. და მართლაც ესე მოხდა. რომ მივედით, კიო, თქვა, მოვიდესო მოძღვარი, რომ მივედით, თქვა ის თუ რაც აწუხებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც არ მოსწონდა თავის თავში. ახსარება თქვა, ეზიარა და მე რამდენიმე ხნის მერე კიდევაც გარდაიცვალა. რატო ვამბობ? რომ აი ეს წარდგება ღვთის წინაშე როგორც მონანული ადამიანი. მაგრამ სხვა შეიძლება მთელი ცხოვრება აი ღვთისნაირად იცხოვროს, მაგრამ ბოლოს გადაუხვიოს ამ გზიდან. და აი 1000 ურჯულოებაში ჩავარდეს, აღარც ნანობდეს, წოდებს, აღარც ახსარებას ამბობდეს და აი ამ დროს მოუწიოს გარდაცვალება. ეგ ნიშნავს, რომ ღვთის წინაშე მოუნანიებელი წარდგება. და რადგან ადამიანმა არ იცის, როდის დადგება აი ეს ბოლო საათი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აქ რომ საათი არ ქონოდათ, ჩვეულებრივი საათი და ქვიშის საათი რო ქონოდათ. აი ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს ქვიშის საათი. ერთხელ მოусმინა მამა თეოდორე ძალიან საინტერესოდ ამბობდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს იყოს ქვიშის საათი და აი დანიშნულია და გითხრან, რომ ბოლო ბურთულა რომ ჩამოვარდება, მაშინ დამთავრდება თქვენი შრომა. ამათ რო უთხრას. ჩვენ შემთხვევაში კიდე მაშინ ამოიწურება შენი ცხოვრების დრო. ოღონდ აი ეს
ზემოთა მხარე დაფარული რო იყოს, ჩვენ ამ ზემოთა მხარეს რო ვერ ხედავდეთ. ანუ ნიშნავს, რომ ბოლო მარცვალი როდის ჩამოვარდება, არ ვიცოდეთ. და მართლაც ვინ იცის, როდის არის ჩვენი ცხოვრების ბოლო დღე? არავინ არ იცის. ამიტომაც წმინდა მამები ასე ბრძანებენ და გვარიგებენ, რომ ყოველი დღე ისე გაატარე, როგორც ბოლო დღეს გაატარებთ. რატო? იმიტომ რომ თუ ამას ღვთისმიერად გაატარებ, შენ ძალიან დიდი სიხარული გელოდებ. მაგრამ რადგან არ იცი რომელია ბოლო დღე, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა გაატარო, როგორც ბოლო დღე. მე არაერთხელ მithქვამს და მოდი აქ კიდევ გავიხსენოთ ერთი ცოტა სახუმაროც არის. ერთ-ერთ ჩვენს ნათესავთან ვიყავი და იქ გავიცანი ერთი კაცი. და მეკითხება ეხლა, მამო, ჩვენო ღმერთმაო, ერთი დღე მოგცა დალევისთვის. ერთი რომელიღაც დღეო და რომელია ეგ დღეო მე მეკითხება და მე ახლა დავფიქრე ან აღდგომას ხო არ გულისხმობს ან ქრისტეშობას ან რამე დღესასწაულს და რო ვფიქრობდი ესე იგი გამოწვეტინა ეს ფიქრი და არც თქვენ არ იცითო რომელიაო და არც ჩვენ არ ვიცითო ამიტომ რო არ გამოგჩესო ყოველ დღეს სამთო რომ ის დღე არ გამოგჩეს ღმერთმა რო გითხრა ამ დღეს დალიეთო და რატო ამბობ? ამ კაცმა ძალიან დიდი სულიერი სიბრძნე თქვა, რომ ჩვენ ვიცით ერთი დღე, რომელი დღის ღვთისმიერად გატარების შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი სიხარული გველოდებ. ეს არის ჩვენი გარდაცვალების დღე, მაგრამ რადგან არ ვიცით რომელია ეს დღე, აი იმ კაცის სიბრძნეს თუ დაუჯერებთ, ყოველ დღე ეგრე უნდა იცხოვრო და გელოდება მარადიული სიხარული. ეგრე არ არის. მოდი ახლა თქვენ რადგან პირველ ჟამზე მოსული მუშაკები ბრძანდებით, თქვენგან დავიწყოთ. ახლა რაც მე ვილაპარაკე, გაიგეთ რამე? კი? აბა შეგიძლიათ მითხრათ რა გაიგეთ? აი რამე დაგამახსოვრდებათ აქედან რო წახვალ თუ არაფერი? რა აბა? რა შეიძლება რომ დაგმახსოვრებოდეთ? არა, თუ არ დაგამახსოვრდეთ, ეგ თქვენი ბრალი კი არ იქნება. მე ახლა ჩემს თავს ვუტარებ გამოცდას, რომ თუ გაგაგებინეთ, რაც გითხარით. აბა რა შეიძლებოდა, რომ დაგმახსოვრებოდეთ? აბა იფიქრეთ, აბა რა? რომ არ ვიცით, როდის გარდავიცლებით. აბა შენ? რომ ჩვენი ყოველი დღე ბოლო დღე არის. რომ ჩვენი ყოველი დღე შესაძლო ბოლო დღე იყოს, ხო? აი ესე უნდა გავატაროთ. კიდე რა დაგვამახსოვრდებოდა? აბა თქვენ რა დაგამახსოვრდებოდა? აბა შენ რა დაგამახსოვრდებოდა? ჩვენ თუ ბევრი ვისრომეთ და ერთმა ცოტა ხო ფეხები ხო არ გტკივა? ჩვენ ადექი აბა მაშინ ჩვენ იმან თუ ერთი საათი იმუშავა და ჩვენ ბევრი მაშინ ჩვენ შეგივენაირად უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ის ერთი მონეტა მაინც მომავალს მოგვიტანს. აი ეხლა შეხედეთ, ძალიან ადვილი გასაგები რო იყოს. ჩვენ ღვთისმადლით, რაც ეს საკვირაო სკოლა არსებობს. კანფეტები არ გამოგვლევია საკვირაო სკოლაში. რა ხელა წყალობაა ღვთის. არ არსებობს საკვირაო სკოლა, ბოლოს კანფეტები რო არ დაურიგოთ ბავშვებს. ეხლა თქვენ შეხედეთ. დავუშვათ თქვენ შემოხვედით თავიდან. მთელი 1 საათი მოითმინეთ და ჩემს ლაპარაკს უსმენთ. ბოლოს ვიღაცა 5 წუთი შემოვიდა. ბოლოს რო კანფეტებს მივცემთ, ხო იმათაც უნდა მივცე და შენ ხო ვერ იტყვი რომ მამაო ჩვენ ამდენი ხანი გისმინეთ და იმან მარტო 5 წუთი და იმასაც უნდა მისცე? ხო უნდა მივცე. ხო ეგ უფრო სამართლიანი იქნება. აი მაგაზია ღმერთს უნდა რომ ყველა გაახაროს, გესმით? აი ამათი გადარჩენაც უნდა. ღმერთი ელოდება ამათაც, სულ ყველას ელოდება. თითოეულ ადამიანს ელოდება. თითოეული ადამიანის გულის კართან დგას უფალი და აი ესე ნაზად აკაკუნებს, რომ გაუღოს ადამიანმა კარი და უფალი მის გულში შევიდეს. თუ უფალი არ შევა ადამიანის გულში, იქ აუცილებლად ეშმაკი დაიბუდებს. ეშმაკი ადამიანს სიხარულს არ მოუტანს. მაგრამ ღმერთი ძალით არ შედის, რომ იქიდან ეშმაკი გამოდევნოს. არ შედის ძალით. იცით, წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ. კარს ხო ურდული შიგნიდანაც აქვს და გარედანაც.
ხო ორივე განაქვს, აი ხელს რომ მოკიდებ და გააღებ, ხო ორივე განაქვს. და ადამიანის გულსო ისეთი კარი აქვს, რომ ურდული მხოლოდ შიგნიდან აქვს. ანუ ღმერთი არ აღებს ამ კარს და არ შემოდის, გიკაკუნებს, შენ უნდა გააღო რომ ის შემოვიდეს. ანუ შენ აკეთებ არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. გესმით? შენ თუ უფალს გულს გაუღებ, მაშინ უფალი შემოვა, იქიდან ეშმაკს განდევნის და შენ გახარებული იქნებ. კიდე რა გავიგეთ, აბა რა შეიძლებოდა რომ დაგმახსოვრებოდა? აბა შეწფეხები ხო არ გტკივა? არა, აბა მე ის დამახსოვდა რა თქვენ რა ვთქვით. ანუ ადამიანი ესე დაუშვათ თქვენ გულში და ბახსო რომ გადახედავთ ხასო. ანუ მე უცებ ასეთ რაღაც მომია რომ ჩემი აზრით ის ჭია გულში. ანუ გულის ბახში არის სიბოროტე და ეშმაკი. ხოლო ეს ბაღი, კარგი ბაღი რომელიც არის, ანუ და ჭიას რო ვუშვებთ, ეს არის ღმერთი და რადგანაც ის ცდილობს რომ ანუ ადამიანებს ყველას დაეხმაროს და ასე. კი ბატონო, მადლობა, მართალი ხარ. ჩვენ თითოეული გულისკაცთან ხო თქვი რომ უფალია და აკაკუნებს. მაგრამ ის სიბოროტე რაზეც შენ ამბობ, ის კი არ აკაკუნებს, ის ძალით ანგრევს ამ კარებს რომ შიგნით შემოვიდეს. ის კი არ გეკითხება რომ შემოვიდე თუ არა, ის ძალით შემოდის. აი მაგალითად რაიმე ცუდი ფიქრი არ მოგსულია თავში. და ეხლა სანამ ეს ცუდი ფიქრი მოგივიდოდა, რა შეგეკითხა ვინმე რომ მოვიდე თუ არაო? არავინ არ გეკითხება. ის ცუდი ფიქრი მოდის და 1000 ცუდ რაღაცას გაფიქრებინებს. ეს სინამდვილეს შენი ფიქრები კი არა, ის გარედან შემოსული ფიქრებია. და დაუკითხავთ მოსული. და შენ ისინი არ უნდა შემოუშვა. არამედ კეთილი ფიქრები უნდა შემოუშვა. კარგი, მოდი ახლა რამდენიმე შეკითხვას თქვენსაც გადავხედოთ. მე ერთი სახალისო რა მინდა რომ გაჩვენოთ. სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო? აბა ორჯერ მოდის? სულ მოდის? მე მაინტერესებს ხალხი მარტო ბებერი ყდება თუ ახალგაზრდებით. ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს ბავშვები. ასე ხდება. ჩვენ ამას ვერ ჩავწვდებით. ეხლა რაც არ უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ როგორ და რანაირად მიკროფონმა მოიწყინა, ჩვენ ამას ვერ ჩავწვდებით. ღვთის განგებულებას ადამიანი ვერ ჩაწვდება. ამიტომ არც უნდა ეცადოს. როდის ჩატარდა პირველი საკვირაო სკოლა? პირველი საკვირაო სკოლა ჩატარდა 2017 წლის 26 ივნისს. აი რა კარგია ადამიანი დღიურებს რო აკეთებდეს. მე ხა სამწუხაროდ ვეღარ ვიცლი ამისთვის. ესე ჩემი ის არის. აი როგორ ვთქვა, ჩემი შეიძლება სიზარმაცეც არის. მაგრამ დღიური ნახე რა კარგია. მე ერთშენიერ დღესაც ხო დავჯექი და დავწერე რომ 2017 წლის 26 ივნისს საღამოს 7 საათზე ჩატარდა პირველი საკვირაო სკოლა. მე რო გავიდა რამდენიმე წელი, მე გაინტერესებდა ნეტო როდის ჩატარდა ეს სკოლა და მახსოვდა რომ სადღაც დღიურში მეწერა და გადავშალე და ვნახე. მე ფოტოებიც ვნახე და დაემთხვა ამ ფოტოს თარიღები და უკვე რაღაცა ისტორიის ნაწილად იქცა. ხო ყოველ შემთხვევაში ბევრი არა, მაგრამ ამ საკვირაო სკოლისთვის იქცა და აი ეს რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები. თქვენ რომ ჩაწეროთ რაღაცა დღიური გქონდეთ, წლები რო გავა, იცი ეგ რამხელა რაღაც იქნება თქვენთვის. ძალიან დიდი რაღაც იქნება. ღმერთი რომ არსებობს, რატომაა სიბოროტე და ამდენი ომები? ღმერთი კი არსებობს ბავშვო, მაგრამ ყველა არ უჯერებს ღმერთს და იმიტომაა ამდენი სიბოროტე და ამდენი ომები. ყველა რომ ღმერთს უჯერებდეს, ეგ არ იქნებოდა. სიყვარული როგორ გაჩნდა ცაშიო? არა, ბოდიში. თუმცა ესედაც შეიძლება ითქვას, ღმერთი როგორ გაჩნდა ცაშიო, ეს შეკითხვა იყო და მეორე ამერია ერთმანეთს. თუმცა ღმერთი ხო სიყვარულია, წმინდა ივანე ღვთისმეტყველი ამბობს და ჩვენ არ ვიცით ღმერთი როგორ გაჩნდა ცაში. უпростоოდ ღმერთი არ გაჩენილა, ღმერთი მარადის იყო. ის არ გაჩენილა.
არ იყო ისეთი დრო, როცა ღმერთი არ იყო. სიყვარულს რაც შეეხება, თუ ადამიანს უყვარს, ის სიყვარული არ ქრება, თუ მართლა უყვარს. შეუძლებელია, რომ აი გიყვარდეს და მერე აღარ გიყვარდეს. თუ აღარ გიყვარს, ეგ ნიშნავს, რომ არ გიყვარდა. გესმით? ესეც სახარებისეული სიტყვებია. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, სიყვარული არასადა დავარდების. თუ ერთხელ შეძელი რომ შეიყვარე, შეუძლებელია რომ აღარ გიყვარდეს. და თუ დადგა დრო რომ აღარ გიყვარს, ესე იგი არც ყვარებია მაშინ, როცა გეგონა რომ გიყვარდა. აი ესეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. რატომ დგანან ეკლესიაში გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე? იმიტომ დგანან, რომ ასე უფრო მოწესრიგებული იქნება. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ სკოლაში რელიგია საგნად ისწავლებოდეს, ან უბრალოდ გაკვეთილზე რაღაც ნაწილი ეთმობოდეს რელიგიას. ბავშვებო, ეხლა ნელ-ნელა თბილისში შარშან დაიწყო და ეხლა უკვე რეგიონებშიც ღირებულებითი განათლება შევიდა. სასულიერო პირების სახით, სასულიერო პირები ასწავლიან. თბილისის არაერთი სკოლა მოიცვა ამან და უკვე რეგიონებშიც არაერთი სკოლა. ნელ-ნელა ეს სიკეთე არის ღვთის მადლითა და წყალობით. და რაც შეეხება, რომ გაკვეთილზე ეთმობოდეს რელიგიას წუთები, ეგ თითოეულ მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია რომ გააკეთოს. ვინ უშლის? ქართულის მასწავლებელს ვინ უშლის, რომ რაღაცა ლექსს რო გასწავლით, რომ გითხრათ ღვთის შესახებ. ქართული ლიტერატურაც, საქართველოს ისტორიაც სავსეა იმით, რომ შენ შეგიძლია რომ ღმერთზე ელაპარაკო ადამიანებს. მათემატიკაში შეგიძლია და ფიზიკაში თუ ბიოლოგიაში არ არსებობს საგანი, რომ ღმერთს გვერდს უვლიდეს, შეგიძლია ეს გამოიყენო. მე უკვე მასწავლებელზეც არის დამოკიდებული. ზიარებას რას ასწავლე? შეიძლება მოახდინოს, რომ ადამიანმა უფრო იწამოსო. მე რომ მოგიყევით დოეში რომ თუმცა თქვენ რა მოგიყევით, აბა თქვენ ხო მაშინ არ იყავით. მოკლედ ერთი ესეთი შემთხვევა იყო. მე პირადად რაც გადავხდი. ერთი ძალიან მოხუცებული კაცი იყო და ინსულტი მოუვიდა. მოკლედ ეს ერთ-ერთი დაავადება თავში რომ გაჟონვა ხდება, მოკლედ და ცუდად არის ადამიანი მარტივად რო გითხრათ. მე დიდი სამედიცინო ტერმინებით ახლა ვერ დავიკვეხნი, ამიტომ ესე მარტივად გეტყვი. ცუდად იყო ეს კაცი. რომ მივედი, ესე იგი აღსარების თქმაც არ შეეძლო. მაგრამ მე უბრალოდ გითხე, გინდათ მეთქი რომ მოგნათლო, თან მოსანათლი იყო. ახლა მისი ნების გარეშე ხო ვერ მოვნათლავდი არა? და ვერ მაგებინებს, აი ვერ ლაპარაკობს. მე ავიღე და ესე ამ კაცის ხელი დავიჭირე, ესე აი თითი დავიჭირე. ეს გაშალე ხელი. აი ესე დავიჭირე და მეთქი, თუ გინდა რომ თუ თანახმახარ რომ მოგნათლო მეთქი, ოდნავ ესე მაინც ხელი მომიჭირე მეთქი. აი ესე ძალიან ესე ისაქნა ხელი რომ რაც შეეძლო ალბათ რა. მეტი არ შეეძლო და მე ჩავთვალე რომ აი უნდა მეთქი. ჯობია მაგ დროს სიკეთისკენ შეგეშალოს, ვიდრე დააკლო რამე. და ჩავთვალე რომ აჰა რაც შეეძლო თქვა უკვე თახო წარმოედგინე ჯანმრთელს რო ეთქვა რომ დიახ მამაო ძალიან მინდა რომ მოვინათლო აი ესე რო ეთქვა. მართლა გინდა კი ნამდვილად მინდა. აი დაახლოებით ესე ჩავთვალე რომ ხელი რო ოდნა მოუნათლეთ ის კაცი, ვაზიარეთ. და რომ მოდიოდი ისევ თვალები ეხუჭა და თითქოს უგონოდ იყო. ავიღე ისევ ხელი რომ დავემშვიდობო მეთქი, ესე ხელი ჩამოვართ, მაინც დილობის ამბავია მეთქი ისე როგორ წავიდე, დავემშვიდობო და ხელი ისე მაგრად მომიჭირა. ვერ ვაშვებინებთ. აი ესეთი ძალა მიეცა უცბად. და იქ მე მეზობელი ქალბატონი იყო, ვინც მე წამიყვანა მაგათ სახში რომ მრევლი იყო ის ქალბატონი და რაღაცას ამბობდა თითქოს ეს კაცი და აი ხა მადლობას გეუბნეო. აი უცბად ჩემს თვალწინ რაც მოხდა, ისეთი ჯანი მიეცა ამ კაცს, მანამდე რომ საერთოდ აი ვერ იგრძნობდი რა ის. მე რო წამოვედი, მალევე ფეხზე წამოდგა და გამოკეთდა. აი ეს სასწაული შეიძლება მოახდინოს ზიარება. აი ამაშია საქმე, ამიტომ მოვიყვანე.
აქვს თუ არა აზრი ბოროტი ადამიანის სიარულს ეკლესიაში? მაშინ მე შეკითხვით რომ გიპასუხებ, აქვს თუ არა აზრი ავადმყოფი ადამიანის სიარულს საავადმყოფოში? აქვს ხო? ჩვენში ყველაში არის ცოტა სიბოროტე ბავშვებო. ეშმაკი ყველას გულში ძრება. ამიტომ ყველამ უნდა ვიაროთ, ტაძარში აღსარება ვთქვათ, უნდა ვეზიაროთ და ამითი განიკურნება. რატომ არ ჯერათ ზოგ ადამიანებს ღმერთი? ვისაც შეატყობთ რომ არ ჯერათ, შეეკითხეთ და გაიგებთ. რატომ გახდით მამაო რამე და რამე სხვა არაო? და ვიცი ღმერთმა ასე ინება და მეც მინდოდა. დიდი ისტორია. მე სხვათა შორის თავიდან მინდოდა მხოლოდ მე დავითნე ყოფილიყავ. მე დავითნე იცით რა არის? ტაძარში რომ დგას და რომ კითხულობს. ძველ ქართულად კითხულობენ ხოლმე მე დავითნეები, აი წირვის დროს, ლოცვის დროს, რომ ეხმარება სასულიერობის. მაგრამ თქვენ ახლა ატყობთ რომ მე რომ კარგი ხმა მქონდეს, ეს მიკროფონი ხო არ დამჭირდება. აი დიდი ხმა რომ მქონდეს. აი იქ ბოლოში ბარბარე რო ყურებზე ხელს იფარებდეს, იმხელა ხმა რომ მქონდეს, ეს მიკროფონი დამჭირდება? არ დამჭირდება, მაგრამ მე მოძღვარს ეუბნეოდი რომ მამო, მე კი მინდა რომ მე დავითნე გამოვიდე, მაგრამ არ მაქვს მეთქი ისეთი ხმა. მე რო ლოცვას ვამბობ, გვერდით რო ადამიანი მიდგას, იმას არ ესმის მეთქი და ეხლა ამხელა ტაძარში ვერას გაიგებს მეთქი და არა ნუ გეშინიაო, ღმერთი იძლევა ყველაფერს ხმასაც და რაც საჭიროა და აი ეს ღმერთზე მინდობილმა დაიწყე ძველი ქართულის შესწავლა. თქვენ იცით ძველი ქართული? ძველი ქართული ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, აბა. ამხელა უნიკალური დამწერლობა გვაქვს ჩვენ. აი სამი დამწერლობა გვაქვს, წარმოიდგინეთ. ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. მხედრული ის არის, რასაც თქვენ ახლა სკოლის წიგნებში კითხულობთ. აი ხატებზე რომ არის, ეგ არის ასომთავრული. და საეკლესიო წიგნებში რომ წერია, რითიც მე დავითნეები ხელმძღვანელობენ, ეგ ნუსხახუცურია. ერთ პატარა ერს, სინამდვილეში დიდ ერს ბუნებით სამი დამწერლობა აქვს. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქვეყანაა იცი? თავისი ერთი დამწერლობაც კი არა აქვს. ჩვენ ამხელა სიმდიდრე გვაქვს და სამწუხაროდ არ ვაფასებთ. გავაშა. აბა? არა, აუცილებლად არა. აუცილებლად არა. მით უმეტეს საერო მღვდელმსახურს. შეიძლება რომ მოკლედ მადაწერი ქონდეს, ამაში ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი ამბავია. მაგრამ მე რაღაცნაირად ესე შევეჩვიე რომ როგორც მოვედი ეკლესიაში და ჩემს მღვდელმთავარს და ჩემს მოძღვარს ასე ქონდა, თან ახლა რატომ იცი კიდევ რომ ქრისტეს ხო ქონდა გრძელი თმა და წვერი. ამიტომ ხო რაღაცნაირად გინდა რომ ამაშიც მიბაძო. თორე ეს რაღაცას კი არ ამბობს. რა ჩემი მოსაზრება ეგეთი. შეიძლება გრძელი თმა და წვერი ვერებს უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ერში მოღვაწე სასულიერობის შეიძლება რომ მოკლე თმა და წვერიც ჰქონდეს. თუმცა თუ გრძელი თმა და წვერი ექნება, არც ამითი არ დააშორებს. კაცია და გუნება ესე რო ვთქვათ. რა მოხდება, როცა მოკვდებიო? მე როცა მოკვდები, სხვათა შორის ამას წინათ უყურებდი და ცნობილი მსახიობია კიანუ რივზი, ხო გაგონიათ? აი მატრიცა ხო გინახიათ, ყველაზე მეტად ალბათ შეიძლება ეს გახსოვდეთ. მას ეკითხებიან და ის პასუხობს რომ მე რომ მოკვდებიო, ალბათ დავენანები იმათ, ვისაც უყვარვარო. ეგ ვეჭველად მოხდება და დანარჩენი რა მოხდება, კაცმა არის. მე რომ მოკვდები, ვისაც უყვარვარ, დავენანები და დანარჩენი რა მოხდება, მე ნახავთ თქვენ. რომ კარგი ადამიანი ვიყო, რა უნდა გავაკეთო. აი ეს უნდა გავაკეთო, ჩვენი გულის ბაღში უნდა ვიშრომოთ. თუ რამე ცუდია, იქიდან გამოდევნო. აი დააკვირდე უნდა შენს თავს, მაგალითად, ლამაზად რომ გამოიყურებოდე, რა უნდა გააკეთო? სარკეში ერთხელ ხომ მაინც უნდა ჩაიხედო დღის განმავლობაში, ხო მართალი? იქნებ პირი გაქვს დასაბანი, იქნებ ტანსამოსი გაქვს მოსაწესრიგებელი. სულიერ სარკეშიც უნდა ჩავიხედოთ. სულიერი სარკე ეს არის წმინდა წერილი, სახარება, წმინდა მამათა ცხოვრება, მათი ქადაგებები. და ღვთის სიტყვის მიხედვით მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
როგორ მოვიქცე რომ ყველა ჩემი მეგობარი იყოს. მე არ გიჩვევ რომ ისე მოიქცე რომ ყველა შენთან მეგობრობა უნდადეს. ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება. მაგრამ ეცადე რომ ვინ შენთან მეგობრობს, მათთვის იყო ნამდვილად მეგობარი. აი ეგ ეცადე. ესმის ვისთანაც მეგობრობ, ეცადე რომ ერთგული მეგობარი იყო. სხვა რომ შემოგხედავს, რომ მოუნდეს რა კარგი მეგობრობა აქვს. აი მაგალითად შენ რა ქვია? მიშო და აი მიშოს და გაბრიელს რო შეხედავენ. ნეტა მეც ესეთი მეგობრები მყავდეს, ეგ უნდა იფიქროს. აი ხო არის რომ მაგალითად რომელიღაცა ადამიანი დაუშვათ აი რაღაცას აი ვაშლს თუ ხაჭაპურს თუ რაღაცა გემრიელად რომ მიირთმევს. ხო გინახიათ და სხვა რო ვთქვი აი ესე გემრიელად ჭამს რომ მოგანდომებსო. ხო არის ხოლმე ეგ. აი ესეთი გემრიელი მეგობრობა უნდა გქონდეს იმასთან, ვინც შენი მეგობარია, რომ სხვასაც მოანდომო, ნეტა მეც ესეთი მეგობრობა ვიცოდე და ესეთი მეგობარი მყავდეს. აი უნდა იცოდე. ათონის ფრაზე თუ ყოფილხართ, კი ღვთისმადლით ყოფილვართ და თუ ყოფილხართ, ისეა როგორც მამაპაისის თუ რამე შეცვლილიაო. მე უშუალოდ იმ კელიაში არ ყოფილვარ, სადაც მამაპაისი მოღვაწეობდა და რაც ფილმში აღწერილი. უშუალოდ იქ არ ყოფილვარ. ისე რომ ამას სამწუხაროდ ვერ გეტყვით. თუმცა ყოფილვართ წმინდა მამაპაისის საფლავზე. ეს არის უკვე თესალონიკთან ახლოს, სოფელ სუროთში, დედათა მონასტერია და იქ ნამდვილად ისეა, როგორც ფილმშია. ის ნამდვილად ისე. ყველაზე მძიმე ცოდვა ცოდვებშია. ყველაზე მძიმე იცი რა არის ბავშვებო, რასაც წინასწარ მოიფიქრებ, რომ აი ეს უნდა გავაკეთო და მე იმას არ ნანობ. აი გარი ძალიან მძიმე. ნებისმიერი ცოდვა, რასაც ნანობ, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ღმერთმა შეგინდა. და რასაც არ ნანობ, ეგ არის მძიმე. ეხლა მაგალითისთვის ვიტყვი. შეიძლება ადამიანი წაიქცეს და ფეხი მოიტეხოს. შეიძლება ძალიან მძიმე ჭრილობა მიიღოს, მაგრამ უმკურნალოს ამ ჭრილობას და განიკურნოს და გადარჩეს. მაგრამ შეიძლება ადამიანს ფეხში ხიჭი შეერჭოს. არ მიაქციოს ყურადღება, ეს გაურთულდეს და შეიძლება განგრენის გამო გარდაიცვალოს. გესმით, რატო ვამბობ? შეიძლება იმ პატარ-პატარა ცოდვებს არ მიაქციო ყურადღება და თქვა რა ეს არაფერია, მაგრამ იმ პატარა ცოდვამ შეიძლება დიდი უბედურება მოიტანოს. მაგრამ შეიძლება დიდ ცოდვაში რო ჩავარდე და მაშინვე შეინანო ახსარება თქვა და ეცადო რომ გამოსწორდე აღარ გააკეთო, მაშინ გადარჩე. გესმით? რატომ ღელავს ადამიანიო? რა ვიცი, ხან რატომ და ხან რატომ. ეხლა მაგალითად ღელვა ცუდი არ არის. ეხლა მაგალითად ზოგჯერ იმიტომ ღელავს ადამიანი, რომ ღმერთს ვერ ენდობა და თვითონ ფიქრობს რაღაცეებზე. აი თავის თავზეა მინდობილი. მაგრამ ზოგჯერ იცი კიდე რატო ღელავს? აი მაგალითად გოგო მოსწონს და პირველად უნდა შეხვდეს პაემაზე. იქაც ღელავს. ის გოგოც ღელავს. და ეს ღელვა ბუნებრივია და ცუდი არ არის. გესმით? ეს ცოდვა სულაც არ არის. ამიტომ ვთქვი, გააჩნია რატო ღელავს. რატომ აცვიათ ტაძარში კაცს და ქალს სხვანაირადო? იმიტომ რომ კაცი სხვანაირია და ქალი სხვანაირი. კაცს სხვანაირი ტანის ამოსი აქვს და ქალს სხვანაირი. რა არის სიყვარული? სიყვარული რა არის ბავშვებო? ამაზე აი წარმოიდგინეთ, იცი რამდენი რამეები დაწერილა, რამდენი წიგნები, რამდენი ლექსები, რამდენი პოემები თუ არ ვიცი, ანდაზები თუ სხვა, მაგრამ ბოლომდე რა არის სიყვარული ვერავინ ვერ თქვა. იმიტომ რომ სიყვარული ისევე ამოუწურავია როგორც ღმერთი. ამიტომაც წმინდა ივანე ღვთისმეტყველმა თქვა, რომ ღმერთი არის სიყვარული. მაგრამ ერთი რამე შეიძლება ითქვას, სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. სიყვარული პასუხისგებლობის გარეშე არ არსებობს. სიყვარული თამდაბლობის გარეშე არ არსებობს. აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარული რის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ბოლომდე რა არის სიყვარული, შეუძლებელია რომ ეგ თქვა. კლასის ბიჭები ცუდად ექცევიან გოგონებს და რა გავაკეთოთ რომ შევრიგდეთო?
რა ვიცი, აბა ვიფიქროთ, აბა რა გავაკეთოთ, რომ შევრიგდეთ. ვეცადოთ, რომ გოგონები მაინც კარგად მოექცეთ ბიჭებს. იქნებ ბიჭები ამაზე დაფიქრდნენ და შერწყვეთ. თუმცა ბავშვებო, ვაჟების დიდი ღირსება, აი ნახეთ, აი მართალიაო. ვაჟების დიდი ღირსება ის არის, მათ კლასში გოგონები რომ მოსწონებულები და დამშვიდებულები არიან. რომ როგორც მფარველი ანგელოზები, ესე რომ მოევლინებიან ეს ბიჭები თავისი კლასის გოგონებს. გესმით, სხვებისგანაც რომ დაიცავენ. იმაზე ხო აღარ არის ლაპარაკი, რომ თვითონ მოუშალონ ნერვები. პირიქით, თუ ვერ მიაწყენებს, თვითონ იქნებიან თავისი გოგონების დამცველები. აი ეს არის ვაჟის ღირსება. თუ ესე ყავთ მათ გოგონები კლასში, ეს მათი დიდი ღირსება. ისევე როგორც უფროს ძმას შეიძლება აი ოჯახში ხო შეიძლება დები ყავდეს, შეიძლება უმცროსები არა, უფროსებიც, მაგრამ აი ეს ვაჟი რო ცდილობს, რომ ჩემი დები კარგ ხასიათზე იყვნენ, კარგად იყვნენ, არავინ შეაწუხოს. ისევე როგორც მამაკაცი თავის მეუღლეზე, თავის ცოლზე ფიქრობს, რომ ის მოსვენებულად და კარგად იყოს. ეგ არის კაცის ღირსება. დაგღალეთ? ძალიან ცუდი. მე მინდა რომ დაგღალოთ. მე ვიცი რომ დაგღალეთ, მაგრამ თქვენ იხტიბარს არ იტეხავთ. კარგი, ერთი შეკითხვაც. წინაზე რომ გითხარით, რომ ცოლშვილს განახებდითო, განახეთო. კარგი, ბოლოს გაჩვენებთ. არა, კაი, ბოლოსაც არ გაჩვენებთ. ეხლა ჯერ ცოტა ხო უნდა შეემზადონ, რომ გამოვიდნენ აქ, არა? ეგრე უცაბედად მე შეიძლება იღელონ მე რომ გამოვიდნენ, ამიტომ ცოტა შეემზადონ. აუცილებლად გაჩვენებთ. თუ არ ჩაეძინა სულ პატარას. თუ არა მძინარეს გაჩვენებთ, რა პრობლემა? აი ორი შეკითხვაც და მე გაჩვენე. თუ ლოცვა დაგავიწყდება თუ როცა დაგავიწყდება დილით ან ღამით, ცოდვად ითვლებაო, ან ნებისმიერ რამეზე. რა არის იცით? აი წაღან ხო შეყვარებულზე ვლაპარაკობდით. დაუშვათ შენი შეყვარებული დილით ელოდება, რომ მისწერ და დილა მშვიდობისას უსურვებ და შენ დაგავიწყდა. ხო გული დასწყდება. და ღმერთი ელოდება, შენ ღმერთს ძალიან უყვარხარ, შენ თითოეული ძალიან უყვარვარ და რომ ავდგები დილით, უნდა უთხრათ, მადლობა ღმერთო, რომ გამითენა ეს დღე. მომეცი ძალა, რომ ამ დღესაც შენი ერთგულებით გავატაროთ. გესმით? აი ეს ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა. აი როგორც ჩვენი და ჩვენი მშობლის ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გძნობდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის. რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენ სახლშია, ყოველთვის გვიყურებს, გვისმენს და ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ამას. ესეთი განწყობა თუ აქვს ოჯახში ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ სხვენია ზოგიერთებს აღსარების საკითხო? ბავშვებო, სინამდვილეში რა ხდება, იცით? ეშმაკი ჩასჩიჩინებს ადამიანს, რომ ეხა შენ რაც გააკეთე, ეგ დიდი სირცხვილია და მაგის თქმა ძალიან დიდი სირცხვილია. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთხელ ვისაუბრე ამაზე. სირცხვილი არის მაგალითად, აი ვიღაცას უღალატე, აი მეგობარს უღალატე, ჭირში მიატოვე. აი ეგ რომ უღალატე, ხო სირცხვილი. მაგრამ შენ თუ ამას აღიარებ, რომ მე ეს ჩავიდინე, ეს აღიარება კი არ არის სირცხვილი. აი რაც მოხდა უკვე რომ უღალატ, ეგ არის სირცხვილი. ეშმაკი კი გეუბნება, არ აღიარო ეგ, არ თქვა. თორე შეიძლება მოძღვარ შენზე თავისtildeება გაუფუძდეს. პირიქით, მოძღვარს მის მიმართ უფრო მეტი სიყვარული აქვს,
ვინც აღიარებს იმწოდებს და ცდილობს მოძღვარი რომ დაეხმაროს. მოდი აბა პატარიდან დავიწყოთ მაშინ. სალიკო, მოდი ახლა რახან გთხოვეს გამოვიჩინოთ მორჩილება. სად არის სალიკო? მოდი, შენ წამოიყვან. მოდით ბავშვებო, დროულად აღარ ვალოდინოთ. წინაზეც გთხოვეს, ახლაც გთხოვეთ და რა გახდა ერთი მოდი. მოდი სოფი გამოიყვანე დროულად. მარიამი? ეს არის იოანე 13 წლის, შემდეგ არის მარიამი 9 წლის, მართა 6 წლის, სალიკოა ყველაზე დიდი 3 წლის და მეუღლეა ხელში რომელსაც უჭირავს. აი ეს არის ჩვენი ოჯახი. მადლობა ღმერთს ამისთვის. დავბრძანდით. მოდი ახლა ერთი რაღაც მინდა რომ გაჩვენოთ. იყოს. ბავშვებო, ეს რა არის, რაც მინდა რომ გაჩვენოთ. ერთ-ერთი ქართული ფილმიდან არის წინააღმდეგი ხო არ იქნებით ავტორებო რომ ვაჩვენოთ. 60-ის გრიტები. ვინ იყავით? არა, ვაჩვენოთ? კი. ბავშვები აქ პერიოდულად პრეზენტაციებს აწყობენ ხოლმე სხვადასხვა რაღაცა ისტორიულ თუ ლიტერატურულ თუ სულიერ საკითხებზე დადგმებია, პატარა ვიდეოებია და ერთ-ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ, რომელიც მე ძალიან მომეწონა. აბა ფილმი 60-ის გრიტები ნანახი გაქვთ. ისე ჩაგვირთეთ, გადავიხდით. ისე ამ ვიდეომ იქნება დაგაინტერესოთ, რომ მე ნახოთ ის ნამდვილი 60-ის გრიტები, ფილმი გოდერძი ჩოხელისა თუ არა ვწდები, ხო გოდერძი. ნახოთ, აბა ეს ჩვენი ბავშვების გათამაშებული 60-ის გრიტებია. Ilan kılmışsa? Nasıl edilmesi? Akşamı kazandı. Tiklauri makan. Fitxilauri lavro. Kunturuşan kali. Çok elim değil tam. Aralis. Şadari. Pintadar. Radayım hatta. Aşağı gitmiş aşağı. Arakanlar. Mami, biz tam buradan ne ya? Dönecek. Skol. Teo skol kalmış. Aba, ikla olma qala. Gamon. Aba qala. Rasu aysa. Kolçak asala. Aba rasu aysa. Kolçak asala. Aba rasu aysa. Asu. Nu sisin etmanda. Asu. Ocak. Aba ekran damicere
სიტყვა 100. ოქა. ხუთიანი დაჯექი. დაჯექი. აბა ეხლა შემოგვიდებო ახსნათ ახალი 100. აი ეხლა ჩვენა სახაზე დავწეროთ 100. აბა ეხლა გადაშალეთ სხეულები და ჩაიწერეთ 100. აი ამუსა ხალიყავს მოგული აი ესა არის 100. სულ გადამიერიე სახი რა დროსამათიანა ბანა კარგი გეყოლა მოატრიალებ უნდა ატრიალო მე თუ არა ბანა არ ვიცი კაცი არა ვარ სამას არ შემილია თუ ჯანი დაყონი არა ატეგი თქვენ გაფუჭებულ საქმეს ვიხედეთ რომ დაგწუთავთ ყველას Bravo aşkatı. Ver gavige. მოხუცებს ასწავლის წერა კითხავს. კარგი ფილმია, ბავშვებო, ნახეთ 64-ის გრიტები, ვერ სიცინებთ. ვერ რაღაცასაც დაფიქრდებით. რამდენი ხანია რაც ამ ბავშვებს გლით? ბავშვებო. მადლობა მობრძანებისათვის. ავდგეთ ვილოცოთ, აბა.